გადავიდეთ ჩვენ თავარ თემაზე მამაშვილობაზე და ასეთი კითხვა მინდა დავსვა თქვენ ინტერვიუში ერთგან წავიკითხე რომ სანამ დაოჯახდებოდა და შვილი შეგეძინებოდათ ძმისშვილები იყვნენ თქვენ ცხოვრებაში და ანუ შვილი რომ შემეძინა ბავშვებთან ურთიერთობა უკვე ვიცოდიო მაგრამ დარწმუნებული ვარ შვილმა მაინც ბევრი რაღაცა შეცვალა თქვენში ბუნებრივია ერთი რასაც ესეთი ფიმილით ყოველთვის ვამბობ მეგობრებში რომ ესე იგი ვერ წარმომედგინა რომ სხვა ადამიანი გემრიელ საჭმელს ჭამს და შენ სიამოვნებს. აი შვილის გარდა სხვისი ჭამი შენ როგორ უნდა მიიღო სიამოვნება ხო მაგრამ აი შვილი რო ჭამს გემრიელად და აი რა ყოფილი და ბედნიერი უყურებ რომ კარგად ჭამა შვილმა ხო სხვაზე ხო ეს არ შეიძლება. ხო ნუ ესე იგი ბუნებრივი არის როდესაც მამა შვილზე დედა შვილზე იწყებს საუბარს პირველი რაც მახსენდება ეს არის აკაკი წერეთლის გამზდელი. სადაც აი ეს ერთ-ერთი მთავარი დისკუსია რაც არის ადამიანის ბუნება და აღზრდა. ხო და იქ ჰაჯი იუსუფი საკუთარ თავს დაადანაშაულებს რომ მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზდიხარო. მაგრამ რეალურად ხო გვაქვს ესეთი გამოთქმა რომ კვიცი გვარზე ხდისო და პრაქტიკულად ყველა ენაზე არის იგივე მაგრამ გამონაკლისებიც უამრავია. აი ძალიან ბევრი ისეთი ოჯახი ვიცი ცოლ-ქმარი აბსოლუტურად დადებითი და შვილი საერთოდ სხვაგან არის და პირიქით ესეთი ცოტა მას ძნელად ახსავსებს ეძახიან ხოლმე ესეთი მშობლებს რომ ყავთ აი რა ვიცი იდეალური შვილები